მოგესალმებით მეგობრებო. ამ ტაშფანდურის და ფსევდო იუმორის ფონზე, რაც ხდება ჰაუსში, ყურადღების მიღმა დარჩა თითქოს ისეთი სერიოზული თემები, როგორც არის ქალების მიმართ სიძულვილის ენით საუბარი, ქალებზე გადავლა, ხუმრობის აკრძალვა კი არა და ხმის ამოღებას აკრძალვაზე მიდგა უკვე საქმე. გაუგონარი უსამართლობა, რაც მე და მარიამო გადავიტანეთ ამ აუთსაიდერობის დროს, მაგრამ ნახეთ, ყველაზე მთავარი აქ რა არის, აუთსაიდერობის შიშით და წითელი დროშების შიშით აქ ბევრი ჩუმდება სხვათა შორის და მე ეს ადამიანი ნამდვილად არ ვარ. შემატყობდით, რომ აუთსაიდერობის სკამი არ მაშინებს, შემოსulis მხრიდან ვარ აუთსაიდერი, მაგრამ ეს რას ნიშნავს, რომ მე არ მეშინია კოლექტიური შესაბების კოალიცია, როგორიც არ უნდა იყოს და არაზმული ჩემ წინააღმდეგ. ვერასოდეს ვერ გამაჩუმებს, ვერასოდეს ვერ მიმითითებს, რომ ოთახიდან არ გამოვიდე, ვერ მიმითითებენ, რომ ხმა არ ამოვიღო რაღაც საკითხებზე და მხოლოდ საქებადი სიტყვებით შევაქო ბოსები და მხოლოდ მათ ხუმრობებზე ვიცინო. ესეთი რაღაც არ ხდება ხალხ. აქ არის ვიღაცები, ვინც გააჩუმეს და წითელი დროშებით და აუთსაიდერობით შეაშინეს, მაგრამ ეს მე ნამდვილად არ ვარ, რასაც მინდა ვილაპარაკებ და პროტესტს რაც შეეხება, აუცილებლად გავაპროტესტებ ქალებისადმი სიძულვილით ენით საუბარს, ჩაგვრას, რაც ხდება მარიამის წინააღმდეგ და როგორ ექცევიან საერთოდ მარიამს. ეს ვითომ ტაშფანდურა იუმორისტი ბოსები გაწიდეს ჩვეულებრივ, მაშინ როცა ბევრად უარესი სიტყვებით მოიხსენიებენ აქ ჰაუსის წევრები ერთმანეთს და მაინც და მაინც მარიამის ერთი სიტყვა გახდა აუთსაიდერის სკამზე დასმის მიზეზი. ასეთი უსამართლობა მე მგონი არც რა ვიცი, მომხდარა. შეიძლება მომხდარა, მაგრამ ჩემ თვალწინ რო ხდება, მე ამაზე ვერ გავჩუმდები, არ იქა მე ბოსებმა წითელი დროშა არ მომცენ და აუთსაიდერის სკამზე არ მოვხვდე. მოუხვდები და მოუხვდე, მაგას ჩუმად ყოფნას ხო ჯობია რომ ხმა ამოვიღო. ახლა აქ ყავს ერთი წევრი, გიორგი პარიზი, რომელიც არც არაფერში არ ერევა, ვითომ ძალიან ისეთი ის უჭირავს. სინამდვილეში ის ხდება მონაწილე იმ უსამართლობის და იმ ჩაგვრის და იმ კოალიციის წევრია ზუსტად, სადაც ხდება ესეთი გადაწყვეტილებების მიღება, ადამიანის გაწირვა, ჩვენი გაჩუმება, ოთახიდან არ გამოსვლა. მაგათ მართლა უნდათ ამ კოალიციის წევრს ჩვენ ოთახიდან არ გამოვიდეთ ხალხო. აი ესე მიგვითითებენ შედითო, აღარ გამოხვიდეთო, რომ ჩვენს პროტესტ და ეს ვთქვათ საუბარს ვეღარ ეგუებიან.